The British Council is working in Project Skills at Work in Georgia as well as 19 other countries in Southeast Europe. It's around the development, awareness raising and policy development of vocational and educational training. It's vital for the development of countries like Georgia to raise the skills, knowledge that the young people have. Here we're working predominantly with the tourism sector. British Council the Junior Achievement საქართველოს პროგრამას გახსნილად ვაცხადებ. Plan კონვერტში არის ჩვენი кейსი, ანუ შეჯიბრის ამოცანა. This feels like opening a nomination for the Oscars. გასული წლიდან Junior Achievement Young Enterprise-მა British Council-თან ერთად დაიწყო ახალი პროექტი, რომელსაც ქვია Skills and Works, ანუ სამუშაო და უნარები, რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდებისათვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობს, ჩამოეყალიბებინა უნარები, რომლებიც მათ სამუშაოს პოვნაში ან ახალი ბიზნესის დაწყებაში დაეხმარებოდა. ბრიტანეთის საბჭო ახორციელებს ამ პროგრამას Junior Achievement-თან ერთად ამ ორგანიზაციასთან ერთად, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ასეთი ბიზნეს კონკურსების მოწყობაში. რაში მდგომარეობს, რა მიზანი აქვს ამ პროექტს? დაახლოოს სამსაქმებელი სასწავლო პროცესთან, ახალგაზრდებს მისცეს უფრო მეტი სტიმული, რომ ისინი უკეთესად დაეუფლონ უნარ-ჩვევებს, რომლებსაც გამოიყენებენ სამუშაო ბაზარზე და ჩვენი მხრივ ეს არის ხელისშეწყობა ამ პროცესისთვის და იმისთვის, რომ პროფესიული სწავლების ცენტრებს მივცეთ ასეთი мотивация უფრო უკეთესად სწავლების, ასე ვთქვათ. რა პროცესი აქვს დღევანდელ ღონისძიებას? 105 მოსწავლე, რომელიც შეირჩა 5 სასწავლებლიდან, იმუშავებს ერთ სივრცეში 12 საათის განმავლობაში ერთ ბიზნეს პრობლემაზე, რომელსაც მათ წარუდგენს ჩვენი ბიზნეს პარტნიორი, ამ შემთხვევაში გუდაური სასტუმრო. ისინი იმუშავებენ ამ ამოცანის გადაჭრაზე და საუკეთესო პრეზენტაციების შედეგად ჟიურის 8 წევრი შეარჩევს ერთ გამარჯვებულ გუნდს. გუნდისათვის პროფესიონალ შერჩეული გუნდში შეირჩა 21 ბიზნეს კონსულტანტი, მათ შორის მეც, ან ჩვენ ძირითადად ვართ, ვთქვათ, სტუდენტები, ზოგი ვთქვათ, დამთავრებული მუშაობს, ჩვენ შევკარით გუნდი, ასე თუ ისე, ისინი უკვე გუნდურად მუშაობენ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლედ დროში, ერთ დღეში სრულად უცხო ადამიანები, უცხო სტუდენტები, ბავშვები გავაერთიანოთ, ვასწავლოთ გუნდური მუშაობა. ეს მათთვის პირველ ნაბიჯებია კარიერაში ალბათ. ვფიქრობ, საკმაოდ დაეხმარებათ ეს მათ მომავალ წარმატებებში. You need to get people to actually do it. Textbook education, academic education in this is much less valuable than giving people a problem and letting them immediately go to work in solving a problem. So that's the nature of today's exercise. We give this group of 100 or so students a business problem to solve, a real business problem, and set them to work on it. And that we then let them see their own ability to solve this problem. ეს კონკურსი ჩვენთვის ბევრი შემცემია, ვინაიდან დაგეხმარება ხარტა ზრუნებაში, გუნდურ მუშაობაში, ასე ბიზნესის შესწავლაში, ასე თუ ისე, და თავარია ჩვენ გავიხსნებით სოფლიოს მოგების შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ნოუ-ჰაუ, თითოეული ინოვაცია და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმაში და განხორციელებაში. ტურიზმის დეპარტამენტი მაქსიმალურად შეუწყობს, რათა საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებიც
სწავლობენ ტურიზმის სხვადასხვა პროფესიის დასაუფლებლად, რაც შეიძლება ხელი შეუწყოს, აახალისოს და ისინი იყვნენ მოტივირებული. ერთ-ერთი პირველია მე მგონი ასეთი ღონისძიება და ძალიან კარგია რომ მეწარმეთა გაერთიანება და ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას, იმიტომ გვეძლევა საშუალება ზოგადად მაინც შევაფასოთ თუნდაც სამეწარმეო უნარჩვევების დონე, რა დონეზეა სწავლება, როგორ ხდება მომზადება და ალბათ თვითონ ასეთი ღონისძიება უკვე პროფესიული ცენტრების, პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისაც მე მგონი რომ მართლაც დაუვიწყარი იქნება. იმიტომ აქ ალბათ ყველას მიეცა საშუალება რომ გამოეხატა ასე ვთქვათ თავისი აქტიურობა, თავისი ცოდნის დონე, მიღებული ასე ვთქვათ დონე, ის უნარჩვევები, რაც მათ ისწავლეს და ალბათ მე მგონი უფრო გარკვეულწილად შეიძლება თქვას ინტერესი გაუგვივდებათ მათ რომ მომავალში რაღაცა ეს სამეწარმეო კუთხით, რო იტყვია სამეწარმეო საქმიანობის კუთხით, რომ განავითარონ ალბათ თავიანთი ცოდნა, თავისი მიმართულება. თვითონ ჩვენი სასტუმრო კომპლექსი, საბაგირო გზები და ირგვლივ მიმდებარე ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით ეხლა ალბათ საჭიროებს კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომატებას. მსგავსი კონკურსები ასეთი იდეებისა და ასეთი კადრების აღმოჩენის ერთ-ერთი საშუალებაა. ამას აქ როდესაც ჩვენი 18 წლის ასეთის ბავშვები უკვე რაღაცა ბექგრაუნდით გამოირჩევიან და ბიზნეს გეგმების წერაში რაღაცა პატარა გამოცდილებას იღებენ, თან ისმენენ სხვადასხვა ჯგუფების იდეებს და წარდგენილ ბიზნეს გეგმებს, სერიოზული გამოცდილება არის. ჩვენი მეც გამოვთქვათ, რომ ეს პროექტი როგორც ესე წარმატებულად დაიწყო, ასევე წარმატებით დასრულდება და ეს იქნება პირველი ფურცელი Skills and Work-ის პროგრამაში. ეს პროგრამა გაიზრდება და სავარაუდოდ ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეებსაც ექნებათ საშუალება მსგავსი უნარები მიიღონ. რაც შეეხება გამარჯვებულ გუნდს. დღევანდელი დღის გამარჯვებული არის ჯგუფი არესი. ჩვენი პროექტი იყო განსხვავებული იმით, რომ შევერხეთ ყველა თემას, შევერხეთ სოციალურ ფენების გაუცველობას და ანუ გამოხატეთ სოლიდარობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვერ შეეძლო ეს დასვენება გუდაუში. სტუდენტი, რომელმაც გაიყო 3 ადგილი, ისინი გაივლიან ტრეინინგს დამსაქმებელთა ასოციაციაში. მე ვთვლი, რომ ეს არის არაჩვეულებრივი დასაჩუქრება. British Council-ი თავის მხრივ იმ 5 ეულს, რომელიც გამოვლინდება სოფიაში წასასვლელად, მისცემს უფასო პაკეტს ინგლისური ენის სასწავლებლად, რათა მათ გაიარონ ერთი ძალიან ისეთი ინტენსიური კურსი ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებისთვის, სანამ გაემგზავრებიან ფინალში მონაწილეობის მისაღებად.